სექტემბრის 27 1993 წელი. სოხუმის მთავრობის სახლის სარდაფში, ბეტონის კედლებს შორის ვიღაცამ დატოვა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ამ საქაღალდეში იყო ჟიული შარტავას ხელნაწერი ბრძანება, რომელიც არ შესულა არც ერთ ოფიციალურ არქივში, ბრძანება, რომელიც კრძალავდა ევაკუაციას. არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იმ შენობაში იმყოფებოდა. ამ დოკუმენტში ჩანს თარიღი სექტემბრის 25, 2 დღით ადრე, ვიდრე ქალაქი საბოლოოდ დაეცა. მაგრამ ყველაზე საშინელი არ არის თავად ბრძანება, არამედ ის, რაც მის ქვემოთ წერია მცირე ასოებით, ვინც წავა ის ღალატს ჩაიდენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარ სინდისის წინაშე. ვინ წაიკითხა ეს სიტყვები იმ 50 ადამიანმა, რომლებიც დარჩნენ? რა იფიქრეს მათ? და რატომ, როდესაც ქალაქი უკვე ალმოდებული იყო, როდესაც ყველა სამხედრო ნაწილი უკან იხევდა, როდესაც თვითმფრინავები ბოლო ჯგუფებს ჩამოჰყავდათ, რატომ დარჩნენ ისინი იქ იმ ცარიელ შენობაში, სადაც ელექტროენერგია აღარ მუშაობდა და სადაც ყოველი ფანჯრიდან ჩანდა მოწინააღმდეგის ძალების მოძრაობა? დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ იმ 50 ადამიანს შორის იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები. იყვნენ მძღოლები, რომლებსაც შეეძლოთ წასვლა. იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ ოჯახები თბილისში. იყო ახალგაზრდა მდივანი, რომელსაც 22 წელი ჰქონდა და რომელიც ორსულად იყო. მაგრამ ყველა მათგანი დარჩა. რატომ? რა იყო იმ შენობაში, რაც უფრო ძლიერი აღმოჩნდა სიცოცხლის ინსტინქტზე? ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ეს იყო ერთგულება. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო ბრძანება. მესამენი ამბობდნენ, რომ ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც, რაც ჩვენ დღეს ვეღარ გავიგებთ, რადგან ჩვენ არ ვიყავით იქ იმ ბოლო საათებში, როდესაც ქალაქი იცვოდა და როდესაც ზღვიდან ჩანდა ბოლო გემები, რომლებიც გადიოდნენ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც იმავე საქაღალდეში იპოვეს. ეს არის ჟიული შარტავას პირადი დღიური, რომელიც მან წერდა სექტემბრის 27-ის დილამდე. ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია დილის 6 საათით. იქ წერია, ვიცი, რომ ჩვენ აღარ გადავრჩებით. მაგრამ თუ ჩვენ წავალთ, მაშინ ყველა წავა. და თუ ყველა წავა, მაშინ აფხაზეთი დაიკარგება სამუდამოდ. ჩვენ უნდა დავრჩეთ. არა იმიტომ, რომ გვჯერა გამარჯვების, არამედ იმიტომ, რომ ვინმე უნდა აჩვენოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან. ეს სიტყვები წერია ხელით, ფანქრით ქაღალდზე, რომელიც დღეს ინახება დახურულ არქივში. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ მასთან ერთად? რა იყო მათი ისტორიები? და რა მოხდა იმ ბოლო საათებში, როდესაც შენობა გარშემორტყმული იყო? პირველად 25 წელიწადში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჟიული შარტავას პირად უსაფრთხოებაზე, თანახმა გახდა კამერების წინაშე ესაუბრა. მისი სახელია გიორგი ჩანტურია და 1993 წელს მას 29 წელი ჰქონდა. იგი იყო ერთ-ერთი იმათი ადამიანიდან, რომლებიც შარტავას პირდაპირ დაცვაში იყვნენ. დღეს, როდესაც ის საუბრობს, მისი ხელები კვლავ კანკალებს, არა შიშისგან, არამედ იმ მოგონებებისგან, რომლებიც მას არასოდეს დაუტოვებია. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული, ამბობს ის, და მისი თვალები ცარიელია, თითქოს ის კვლავ იქ არის იმ შენობაში, სადაც ყოველი ხმა ეკოდ ისმოდა და სადაც ყოველი ნაბიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ ჟიული არ გვიშვებდა. არა იმიტომ, რომ ის არ ზრუნავდა ჩვენზე, არამედ იმიტომ, რომ მას სჯეროდა, რომ თუ ჩვენ წავიდოდით, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, დაკარგული იქნებოდა. გიორგი ჩანტურია გვიყვება, რომ სექტემბრის 25-ს, როდესაც ბოლო სამხედრო ნაწილები ტოვებდნენ ქალაქს, შარტავამ შეკრიბა ყველა, ვინც შენობაში იმყოფებოდა. ეს იყო დაახლოებით 70 ადამიანი, ჩინოვნიკები, დაცვის თანამშრომლები, მძღოლები, ტექნიკური პერსონალი. მან უთხრა მათ, რომ ვისაც სურს წასვლა, შეუძლია წავიდეს. არავინ დაისჯებოდა. მაგრამ მან ასევე უთხრა, რომ ის თვითონ დარჩება. და რომ ის ელოდება, რომ ზოგიერთი მათგანი დარჩება მასთან ერთად. ეს იყო უცნაური მომენტი, იხსენებს გიორგი. რადგან ის არ გვიბრძანებდა დარჩენას. ის გთხოვდა. და ეს იყო უარესი ვიდრე ბრძანება, რადგან როდესაც ადამიანი, რომელსაც შენ პატივს სცემ, გთხოვს რაღაცას, შენ ვერ უარს იტყვი. იმ საღამოს 20 ადამიანი წავიდა. 50 დარჩა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირია, შარტავას მოადგილე, რომელსაც ოჯახი ჰყავდა თბილისში. იყო რაულ ეშბა, აფხაზი პოლიტიკოსი, რომელიც შარტავას გვერდით იდგა მთელი კონფლიქტის განმავლობაში. იყო ახალგაზრდა ქალი, სახელად ნინო, რომელიც მუშაობდა მდივნად და რომელსაც 2 თვის ორსულობა ჰქონდა.
იყო მძღოლი, სახელად ვახტანგი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. იყო დაცვის თანამშრომელი, სახელად ლევანი, რომელიც 24 საათის წინ დაქორწინდა. ყველა მათგანი იცოდა, რომ ისინი სავარაუდოდ აღარ გადარჩებოდნენ. მაგრამ ყველა მათგანი დარჩა. რატომ? რა იყო იმ შენობაში, რაც ამდენ ადამიანს აიძულებდა დაერჩა, როდესაც ყველა ლოგიკა ეუბნებოდა გაქცევას? გიორგი ჩანტურია ამბობს, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთგულება შარტავასადმი. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, ამბობს ის. ეს იყო გრძნობა, რომ თუ ჩვენ წავიდოდით, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენი მეგობრები მოკვდნენ, ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, დაკარგული იქნებოდა. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან. თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. მაგრამ რა ხდებოდა იმ ბოლო 2 დღეში, სექტემბრის 25-დან 27-მდე? რა საუბრები იყო იმ შენობაში, როდესაც ყველა მიცოდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა? და რა იყო ის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი დრო იწურებოდა? სექტემბრის 25-ს საღამოს, როდესაც ბოლო სამხედრო ნაწილები უკვე ტოვებდნენ სოხუმს, მთავრობის სახლში მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც არ იყო არც ქართველი, არც აფხაზი. მისი ვინაობა დღემდე დაფარულია, მაგრამ მოწმეები ამბობენ, რომ ის ჩამოვიდა ვერტმფრენით ხამის საათებში და რომ მას ჰქონდა პირდაპირი წვდომა შარტავასთან. ეს შეხვედრა არ ასახულა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. არავინ იცის, რა ითქვა იმ საუბარში. მაგრამ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იდგნენ კარის გარეთ, იხსენებენ, რომ როდესაც შარტავა გამოვიდა იმ შეხვედრიდან, მისი სახე თეთრი იყო, თითქოს მან რაღაც საშინელი მოისმინა. მან არაფერი უთხრა არავის იმის შესახებ, რაც მოხდა იმ ოთახში. მაგრამ იმ ღამის შემდეგ მისი ქცევა შეიცვალა. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ მოვიდა ის იმ კრიტიკულ მომენტში? და რა უთხრა მან შარტავას, რამაც ისე შეცვალა მისი განწყობა? ზოგიერთი მოწმე ამბობს, რომ ეს იყო რუსი აგენტი, რომელიც შესთავაზა შარტავას ევაკუაციას სანაცვლოდ კაპიტულაციისა. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო დასავლური დიპლომატი, რომელიც ცდილობდა მოელაპარაკებინა ზავის შეწყვეტა. მესამენი ამბობენ, რომ ეს იყო ვიღაც უფრო მძლავრი, ვიღაც, ვინც იცოდა, რომ შარტავას ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ვინც მოვიდა, რომ ეუბნებინა ეს. გიორგი ჩანტურია, რომელიც იმ ღამეს მორიგეობდა, იხსენებს, რომ შარტავა გამოვიდა თავისი ოფისიდან დაახლოებით ღამის 2 საათზე. მან შეკრიბა ყველა, ვინც იმ შენობაში იმყოფებოდა, ყველა 50 ადამიანი. მან უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგის ძალები შეიჭრებოდნენ ქალაქში მომდევნო 2 დღის განმავლობაში. მან უთხრა მათ, რომ ვისაც სურდა წასვლა, ჯერ კიდევ შეეძლო. მაგრამ მან ასევე უთხრა, რომ ის თვითონ დარჩებოდა ბოლომდე. მე არ შემიძლია წავიდე, თქვა მან. რადგან თუ მე წავალ, მაშინ ყველა იტყვის, რომ ქართველები გაიქცნენ. და ეს იქნება დასასრული ყველაფრისა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. იმ ღამის შემდეგ შენობაში განსაკუთრებული სიჩუმე დამყარდა. ადამიანები საუბრობდნენ ჩუმად, თითქოს ისინი ეშინოდათ, რომ ხმამაღლა საუბარი შეიძლებოდა მოეზიდა უბედურება. ზოგიერთი მათგანი წერდა წერილებს თავიანთ ოჯახებს, წერილებს, რომლებიც არასოდეს გაიგზავნა. სხვები უბრალოდ იჯდნენ და უყურებდნენ ფანჯრებს, სადაც ჩანდა ქალაქის ცეცხლები და სადაც ისმოდა შორეული გასროლები. ყველა მიცოდა, რომ დრო იწურებოდა. მაგრამ არავინ საუბრობდა ამაზე. სექტემბრის 26-ის დილით ელექტროენერგია გაითიშა. შენობა დარჩა სიბნელეში. გარეთ ისმოდა ტანკების ხმა და ავტომატური იარაღების ხმა. მოწინააღმდეგის ძალები უახლოვდებოდნენ. შარტავამ შეკრიბა ყველა ბოლო ერთხელ. მან უთხრა მათ, რომ ვისაც სურდა წასვლა, შეეძლოს ცადოს გაქცევა ზღვის მიმართულებით, სადაც ჯერ კიდევ იყო ბოლო გემები. მაგრამ მან ასევე უთხრა, რომ ის თვითონ დარჩებოდა. და რომ ის იმედოვნებდა, რომ ზოგიერთი მათგანი დარჩებოდა მასთან ერთად, რომ აიჩვენებინათ მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან. 50-ვე დარჩა. რატომ? რა იყო იმ შენობაში, რაც ამდენ ადამიანს აიძულებდა დაერჩა, როდესაც სიკვდილი უკვე კარზე იდგა? რა იყო ის ძალა, რომელიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა სიცოცხლის ინსტინქტზე? და რა მოხდა იმ ბოლო საათებში სექტემბრის 27-ის დილამდე, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შეიჭრნენ შენობაში? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 50 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ჟიული შარტავას შესახებ, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი ფარული გვირაბი სოხუმის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე.
სექტემბრის 26-ს 1993 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატი ჩაედოთ თავიანთი უმაღლესი ხელმძღვანელისთვის? თუ იქნებ ეს საერთოდ არ იყო ღალატი, არამედ რაღაც სხვა, რაღაც რაც ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ, რადგან ჩვენ არ ვიყავით იქ იმ ბოლო საათებში, როდესაც არჩევანი იყო არა გმირობასა და სიმხდალეს შორის, არამედ სიკვდილსა და სიკვდილს შორის. გიორგი ჭანტურია, რომელიც იმ დღეებში იყო შარტავას პირადი დაცვის ხელმძღვანელი, იხსენებს, რომ სექტემბრის 26-ს საღამოს, როდესაც ელექტროენერგია უკვე გათიშული იყო და შენობა ეძინა სიბნელეში, მოხდა რაღაც უცნაური. ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი, სახელად გია, რომელიც შარტავასთან მუშაობდა 5 წლის განმავლობაში, უეცრად მივიდა გიორგისთან და უთხრა, რომ მას სურდა ესაუბრა პირადად. ისინი ჩავიდნენ ცარიელ ოთახში, სადაც მხოლოდ სანთლის შუქი ანათებდა. გია ამოიღო ქაღალდის ნაჭერი და უჩვენა გიორგის. ეს იყო რუკა ფარული გვირაბებისა, რომლებიც მიდიოდა მთავრობის სახლიდან ზღვის მიმართულებით. ეს გვირაბები აშენდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, თქვა გიამ. მხოლოდ 5 ადამიანმა იცის მათი არსებობის შესახებ. ჟიული არის ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ ის არ გვეუბნება ამის შესახებ. რატომ? გიორგი ჭანტურია დღეს ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან პირველად შეიგრძნო, რომ რაღაც არ იყო სწორი. მე ვიცოდი იმ გვირაბების შესახებ, ამბობს ის და მისი ხმა კვლავ კანკალებს. მაგრამ ჟიული მკაცრად მკრძალავდა ვისმე ეთქვა. ის ამბობდა, რომ თუ ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, მაშინ ყველას ცდიდა გაქცევას და შენობა დარჩებოდა ცარიელი. მაგრამ ახლა, როდესაც გია მეკითხებოდა ამის შესახებ, მე მივხვდი, რომ ჟიული არა მხოლოდ გვიცავდა, ის გვიმალავდა რაღაცას. ის არ სურდა, რომ ჩვენ გვქონოდა არჩევანის შესაძლებლობა. იმ საღამოს, როდესაც გია და გიორგი საუბრობდნენ იმ ცარიელ ოთახში, ისინი მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. ისინი გადაწყვიტეს, რომ ეუბნებოდათ სხვა დაცვის თანამშრომლებს იმ გვირაბების შესახებ. არა იმიტომ, რომ ისინი სურდათ ღალატი ჩაედოთ შარტავასთვის, არამედ იმიტომ, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ყველას უნდა ჰქონოდა უფლება იცოდეს, რომ არსებობდა გზა გადარჩენისკენ. ჩვენ არ ვაიძულებდით არავის წასვლას, ამბობს გიორგი. ჩვენ უბრალოდ ვსურდით, რომ ადამიანებს ჰქონოდათ არჩევანი. რადგან არჩევანის გარეშე ეს არ იყო გმირობა, ეს იყო თვითმკვლელობა. მაგრამ როდესაც ისინი დაიწყეს სხვა დაცვის თანამშრომლებისთვის ამის თქმა, მოხდა რაღაც მოულოდნელი. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობდა მოსმენაზე. მე არ მინდა ვიცოდე, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ლევანმა, რომელიც 24 საათის წინ დაქორწინდა. რადგან თუ მე ვიცოდე, რომ არსებობს გზა გასაქცევად, მაშინ მე წავიდოდი. და მე არ მინდა წასვლა. მე მინდა დავრჩე აქ, ჟიულისთან ერთად, რადგან ეს არის სწორი საქმე. სხვა თანამშრომელი, სახელად ვახტანგი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა, თქვა, თუ მე წავალ, მაშინ ჩემი შვილები იზრდებიან იმის ცოდნით, რომ მათი მამა გაიქცა. მე არ შემიძლია ეს გავაკეთო მათთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც გიორგი ჭანტურია მიხვდა, რომ ის, რაც ხდებოდა იმ შენობაში, არ იყო მხოლოდ ერთგულება შარტავასადმი. ეს იყო რაღაც უფრო რთული, ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მოეძებნათ მნიშვნელობა იმ სიტუაციაში, სადაც მნიშვნელობა აღარ არსებობდა. ისინი იცოდნენ, რომ ისინი სავარაუდოდ მოკვდებოდნენ. მაგრამ ისინი სურდათ, რომ მათი სიკვდილი ჰქონოდა მნიშვნელობა, რომ ეს არ ყოფილიყო უბრალოდ კიდევ ერთი ტრაგედია, არამედ რაღაც, რაც აჩვენებდა მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გაიგეს იმ გვირაბების შესახებ და გადაწყვიტეს წასვლა? რამდენმა მათგანმა სცადა გაქცევა? და რა მოვიდათ მათ, ვინც დატოვა შენობა იმ ბოლო ღამეს, როდესაც ქალაქი უკვე ალმოდებული იყო და როდესაც ყოველი ქუჩა იყო სავსე მოწინააღმდეგის ძალებით. 1993 წლის სექტემბერში, როდესაც სოხუმის მთავრობის სახლი უკვე გარშემორტყმული იყო, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა, სახელად თენგიზმა, დაიწყო უცნაური სიმპტომების გამოვლენა. ის ჩივოდა ძლიერ თავის ტკივილზე, რომელიც არ ქრებოდა არანაირი მედიკამენტებით. ის ხშირად კარგავდა წონასწორობას და ზოგჯერ ვერ იხსენებდა, სად იყო ან რას აკეთებდა წინა საათში. შარტავას პირადი ექიმი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შენობაში, ცდილობდა მის გამოკვლევას, მაგრამ შენობაში არ იყო საჭირო აღჭურვილობა. ექიმმა შეადგინა სია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ეძებდა თენგიზს სია, რომელიც დღეს ინახება დახურულ სამედიცინო არქივში და რომელიც ავლენს რაღაცას საოცარს. თენგიზს ჰქონდა სიმპტომები, რომლებიც ემთხვეოდა ქრონიკული მოწამვლის სიმპტომებს. მაგრამ ვინ შეეძლო მოეწამლა თენგიზი? და რატომ? ის იყო უბრალოდ დაცვის თანამშრომელი, რომელსაც არ ჰქონდა მტრები.
ის არ იყო ჩართული პოლიტიკაში. ის უბრალოდ ასრულებდა თავის მოვალეობას. მაგრამ როდესაც ექიმმა დაიწყო უფრო ღრმად გამოკვლევა, მან აღმოაჩინა რაღაც შემაშფოთებელი, თენგიზი არ იყო ერთადერთი. კიდევ ორ დაცვის თანამშრომელს ჰქონდა მსგავსი სიმპტომები. ყველა მათგანი იყო ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ შარტავას საკვების და წყლის მომარაგებაზე. გიორგი ჭანტურია, რომელიც იმ დროს იყო დაცვის ხელმძღვანელი, იხსენებს, რომ როდესაც ექიმმა უთხრა მას ამის შესახებ, მან პირველად შეიგრძნო რეალური შიში. ეს ნიშნავდა, რომ ვიღაც ცდილობდა მოეწამლა ჟიული, ამბობს ის. მაგრამ ვინ? ვინ იყო იმ შენობაში, ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა? ჩვენ ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ ყველანი ვიყავით ერთად თვეების განმავლობაში. როგორ შეეძლო ვიღაცას ჩვენგან ღალატი ჩაედო? ექიმმა რეკომენდაცია გაუწია შარტავას, რომ შეეწყვიტა ყოველგვარი საკვების და წყლის მიღება, რომელიც არ იყო პირადად შემოწმებული. მან ასევე რეკომენდაცია გაუწია, რომ შეეცვალა ყველა დაცვის თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მის საკვებზე. მაგრამ შარტავამ უარი თქვა. ის თქვა, რომ თუ ის დაიწყებდა ეჩვის შეტანას თავის ადამიანებში, მაშინ ყველაფერი დაიშლებოდა, იხსენებს გიორგი. ის თქვა, რომ უკეთესი იყო მოკდომო და მოწამვლით, ვიდრე ცხოვრებოდა პარანოიაში. მაგრამ ექიმმა არ დანებდა. მან დაიწყო საიდუმლო გამოძიება, ის ცდილობდა გაერკვია, ვინ შეეძლოთ ვდომა ჰქონოდა შარტავას საკვებზე და წყალზე. მან აღმოაჩინა, რომ იყო მხოლოდ 5 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ რეგულარული წვდომა, 3 დაცვის თანამშრომელი, 1 მზარეული და 1 ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო წყლის მომარაგებაზე. ექიმმა დაიწყო ამ 5 ადამიანის დაკვირვება. და მალე მან შენიშნა რაღაც უცნაური, ერთ-ერთი მათგანი, სახელად გოგა, რომელიც იყო წყლის მომარაგების პასუხისმგებელი, ხშირად ტოვებდა შენობას ღამის საათებში. ის ამბობდა, რომ მიდიოდა წყლის ჩამოსატანად, მაგრამ ის ბრუნდებოდა 2-3 საათში, ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ უბრალოდ წყალი ჩამოეტანა. ექიმმა უთხრა ამის შესახებ გიორგი ჭანტურიას. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ თვალი ედევნებინა გოგას. სექტემბრის 26-ის ღამეს, როდესაც გოგა კვლავ დატოვა შენობა, გიორგი მიჰყვა მას. ის დაინახა, რომ გოგა არ მიდიოდა წყლის წყაროსთან. ის მიდიოდა ქალაქის გარეუბანში, სადაც შეხვდა 2 უცნობ ადამიანს. ისინი საუბრობდნენ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გოგამ მიიღო რაღაც პატარა პაკეტი და დაბრუნდა შენობაში. გიორგი ჭანტურია დღეს ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან მიხვდა, რომ ღალატი არ მოდიოდა გარედან, ის მოდიოდა შიგნიდან. გოგა იყო ერთ-ერთი ჩვენგანი, ამბობს ის, და მისი ხმა სავსეა ტკივილით. ჩვენ ვიცნობდით მას წლების განმავლობაში. ის იყო ჩვენი მეგობარი. მაგრამ ის გღალატობდა. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რატომ. რა შესთავაზეს მას? ფული. უსაფრთხოება მის ოჯახისთვის. თუ იქნების უბრალოდ ეშინოდა და ცდილობდა გადაერჩინა საკუთარი თავი, გიორგიმ დაიჭირა გოგა და წაიყვანა ის ცალკე ოთახში. მან ჰკითხა მას, რა იყო იმ პაკეტში. გოგამ თავდაპირველად უარყო ყველაფერი, მაგრამ როდესაც გიორგიმ უთხრა, რომ მან დაინახა მისი შეხვედრა იმ უცნობ ადამიანებთან, გოგა დაიშალა. მან აღიარა, რომ ის მუშაობდა მოწინააღმდეგის ძალებისთვის. მან აღიარა, რომ ის ცდილობდა მოეწამლა შარტავა. მაგრამ მან ასევე თქვა რაღაც, რაც გიორგის არასოდეს დაავიწყდება. მე ვაკეთებდი ამას არა იმიტომ, რომ მე მცულდა ჟიული. მე ვაკეთებდი ამას იმიტომ, რომ მე მინდოდა გადამერჩინა ჩემი ოჯახი. მათ მითხრეს, რომ თუ მე არ გავაკეთებდი ამას, მაშინ ისინი მოკლავდნენ ჩემს ცოლსა და შვილებს. რა უნდა გამეკეთებინა? ეს იყო მომენტი, როდესაც გიორგი ჭანტურია მიხვდა, რომ ღალატი არ იყო მარტივი საკითხი. ეს არ იყო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ეს იყო არჩევანი 2 საშინელ ვარიანტს შორის, ან ღალატი ჩაიდინო ადამიანისთვის, რომელსაც პატივს სცემდი, ან დაკარგო შენი ოჯახი. რა აირჩევდით თქვენ ასეთ სიტუაციაში? და რამდენი სხვა ადამიანი იყო იმ შენობაში, რომლებიც აწყდნენ იმავე არჩევანს. სექტემბრის 27-ის დილამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც მთავრობის სახლი უკვე სრულად გარშემორტყმული იყო მოწინააღმდეგის ძალებით, მოხდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა, სახელად ბესიკმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ერთგული შარტავას ადამიანი, უეცრად დაიწყო უცნაური ქცევა. ის დადიოდა შენობის დერეფნებში და ჩურჩულებდა რაღაცას თავისთვის. ზოგჯერ ის ჩერდებოდა და უყურებდა კედლებს, თითქოს ისხედავდა რაღაცას, რაც სხვებს არ ეჩვენებოდათ. როდესაც სხვა დაცვის თანამშრომლები ეკითხებოდნენ მას, რა ხდებოდა, ის პასუხობდა, ისინი აქ არიან. ისინი ყოველთვის აქ იყვნენ.
ისინი გვიცქერიან. გიორგი ჭანტურია იხსენებს, რომ თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ ბესიკი უბრალოდ დაღლილი იყო და რომ სტრესმა გამოიწვია ეს ქცევა. მაგრამ როდესაც ბესიკის ქცევა გაუარესდა და ის დაიწყო ყვირილი, რომ ისინი მოდიან, ჩვენ ყველანი მოვკვდებით. ექიმმა გადაწყვიტა, რომ გამოეკვლია ის. ექიმმა აღმოაჩინა, რომ ბესიკს ჰქონდა ყველა სიმპტომი ფსიქოზისა, მძიმე ფსიქიკური მდგომარეობისა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყო ექსტრემალური სტრესით, ცილის ნაკლებობით ან რაიმე ქიმიური ნივთიერებით. მაგრამ რა გამოიწვია ბესიკის ფსიქოზი? ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური ადამიანი იმ შენობაში. ის არასოდეს გამოხატავდა შიშს ან შფოთვას. ის ყოველთვის იყო მშვიდი და კონტროლირებადი. რა შეიძლებოდა შეეცვალა ასე მკვეთრად? ექიმმა დაიწყო გამოძიება და აღმოაჩინა რაღაც შემაშფოთებელი. ბესიკი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც სვამდნენ წყალს, რომელსაც მოაქვს გოგა, იგივე გოგა, რომელიც აღმოჩნდა, რომ მუშაობდა მოწინააღმდეგის ძალებისთვის. გიორგი ჭანტურია დღეს ამბობს, რომ როდესაც მან გაიგო ეს, მან მიხვდა, რომ გოგა არა მხოლოდ ცდილობდა მოეწამლა შარტავა, ის ასევე ცდილობდა გაეფუჭებინა დაცვის თანამშრომლების ფსიქიკური მდგომარეობა. ეს იყო გენიალური გეგმა, ამბობს ის და მისი ხმა სავსეა მწარე აღიარებით. რადგან თუ შენ ვერ შეძლებ მოკლა ადამიანი პირდაპირ, შენ შეგიძლია გააფუჭო მისი გონება. და თუ შენ გააფუჭებ დაცვის თანამშრომლების გონებას, მაშინ შენობა დარჩება დაუცველი. ეს იყო უფრო ეფექტური, ვიდრე ნებისმიერი იარაღი. მაგრამ რა იყო იმ ნივთიერებაში, რომელსაც გოგა ამატებდა წყალში? ექიმმა ცდილობდა გაერკვია, მაგრამ მას არ ჰქონდა საჭირო აღჭურვილობა ანალიზისთვის. ის მხოლოდ შეეძლო ვარაუდი გაეკეთებინა, რომ ეს იყო რაღაც ფსიქოტროპული ნივთიერება, რაღაც, რაც იწვევდა ჰალუცინაციებს და პარანოიას. მაგრამ საიდან მოიპოვა გოგამ ეს ნივთიერება? და რამდენი ადამიანი იყო უკვე დაზარალებული? გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ეუბნებოდა შარტავას ყველაფრის შესახებ. მან წაიყვანა გოგა შარტავას ოფისში და უთხრა მას ყველაფერი, რაც აღმოაჩინა. შარტავა იჯდა თავის მაგიდასთან და უსმენდა სიჩუმით. როდესაც გიორგიმ დაასრულა, შარტავამ ჰკითხა გოგას, რატომ? რატომ გააკეთე ეს? გოგამ პასუხი გასცა, რადგან მე მინდოდა გადამერჩინა ჩემი ოჯახი. და რადგან მე ვიცოდი, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებოდით აქ. მე უბრალოდ ვცდილობდი დაეჩქარებინა დასასრული, რომ ნაკლები ადამიანი დაღუპულიყო. შარტავა იჯდა სიჩუმით რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ მან თქვა რაღაც, რაც გიორგი ჭანტურიას არასოდეს დაავიწყდება, მე გესმის შენი. მე ვიცი, რომ შენ არ აკეთებდი ამას ბოროტებიდან. შენ აკეთებდი ამას შიშისგან. და შიში არის ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში. ის აიძულებს ადამიანებს გააკეთონ საშინელი საქმეები. მაგრამ მე არ შემიძლია შენ შევინარჩუნო აქ. არა იმიტომ, რომ მე მძულხარ, არამედ იმიტომ, რომ თუ სხვები გაიგებენ, რომ შენ ღალატი ჩაიდინე და მე შენ შევინარჩუნე, მაშინ ყველა დაიწყებს ეჩვის შეტანას ერთმანეთში. და ეს იქნება დასასრული ყველაფრისა. შარტავამ უბრძანა გიორგის, რომ გაეშვა გოგა. არა გასაქცევად, არამედ რომ წასულიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც აძლევდნენ მას ბრძანებებს და ეუბნებინა მათთვის, რომ მისია ჩაშლილი იყო. უთხარი მათ, რომ ჟიული შარტავა იცის ყველაფერი, თქვა შარტავამ. და უთხარი მათ, რომ ის არ ეშინია. რადგან ის იცის, რომ ის რაც ხდება აქ, არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი ადამიანის სიცოცხლე. გოგა წავიდა იმ ღამეს. ის არასოდეს დაბრუნდა. მაგრამ მეორე დღეს დილით, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შეიჭრნენ შენობაში, ისინი იცოდნენ ზუსტად სად იყო შარტავა, სად იყო დაცვის თანამშრომლები და სად იყო ის ფარული გვირაბები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ გასაქცევად. ვინმე უთხრა მათ ყველაფერი. და ეს ვინმე სავარაუდოდ იყო გოგა. მაგრამ რატომ გააკეთა გოგამ ეს? რატომ მას შემდეგ, რაც შარტავამ აპატია და გაუშვა, მან მაინც გადასცა ყველა ინფორმაცია მოწინააღმდეგეს? იყო ეს შურისძიება? თუ იქნებ ის კვლავ ცდილობდა გადაერჩინა თავისი ოჯახი? ან იქნებ ის უბრალოდ მიხვდა, რომ დასასრული გარდაუვალი იყო და რომ უკეთესი იყო დაესრულებინა ეს სწრაფად, რომ ნაკლები ადამიანი დაღუპულიყო? ჩვენ არასოდეს გავიგებთ ჭეშმარიტ პასუხს, რადგან გოგა გარდაიცვალა 2 კვირის შემდეგ, არა ბრძოლაში, არამედ უცნობი გარემოებების გამო, რომელიც დღემდე დაფარულია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ჟიული შარტავას შესახებ, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი ფარული გვირაბი სოხუმის ქვეშ, ყოველი საიდუმლო შეთანხმება, რომელიც არასოდეს შესულა ოფიციალურ დოკუმენტებში.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ სექტემბრის 27-ის დილამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ქალაქი უკვე ალმოდებული იყო და როდესაც ყოველი ფანჯრიდან ჩანდა მოწინააღმდეგის ძალების მოძრაობა, თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება ან გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. ამ 12-მა ადამიანმა, რომლებიც შედიოდნენ შარტავას უახლოეს წრეში, იცოდნენ რაღაც, რაც სხვებმა არ იცოდნენ. ისინი იცოდნენ, რომ შარტავას ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა, რომ მისი გადაწყვეტილებები ხდებოდა უფრო და უფრო ირაციონალური და რომ ის, რაც ხდებოდა იმ შენობაში, აღარ იყო გმირობა, ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო საშინელი და უფრო რთული. რამ აიძულა ეს 12 ადამიანი მიიღონ გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ყველაფერი? იყო ეს ღალატი თუ გადარჩენის ბოლო მცდელობა? და რატომ, როდესაც ისინი საბოლოოდ მიიღეს თავიანთ არჩევანს, ზოგიერთი მათგანი მაინც დარჩა შენობაში, იცოდა, რომ მათი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო? გიორგი ჩანტურია იხსენებს, რომ სექტემბრის 27-ის დილამდე დაახლოებით 4 საათით ადრე, როდესაც შენობა უკვე სრულად გარშემორტყმული იყო და როდესაც ყველამ იცოდა, რომ დასასრული იყო საათების საქმე, შარტავამ შეკრიბა ის 12 ადამიანი, რომლებიც შედიოდნენ მის უახლოეს წრეში. მათ შორის იყო გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, 3 უმაღლესი რანგის დაცვის თანამშრომელი, 2 სამხედრო მრჩეველი, 1 პირადი ექიმი, 1 კავშირგაბმულობის სპეციალისტი და 2 ადამიანი, რომელთა ფუნქციები დღემდე დაფარულია. შარტავამ უთხრა მათ რაღაც, რაც არავის უთქვამ სხვა ადამიანებისთვის. მან უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა ბოლო გეგმა, რომელიც შეეძლო გადაერჩინა მათ ყველას, მაგრამ რომელიც მოითხოვდა, რომ ზოგიერთი მათგანი დაეტოვებინა შენობა და წასულიყო მოწინააღმდეგის ძალებთან მოლაპარაკებისთვის. ეს იყო უცნაური მომენტი, ამბობს გიორგი ჩანტურია და მისი ხმა კვლავ კანკალებს იმ მოგონებისგან. რადგან ჟიული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობდა, რომ ჩვენ არასოდეს უნდა მოლაპარაკებულიყავით მოწინააღმდეგესთან, უეცრად გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკება იყო ჩვენი ერთადერთი შანსი. მაგრამ რაღაც არ იყო სწორი მის ხმაში. ის საუბრობდა ძალიან ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა უჭირდა. მისი ხელები კანკალებდა. მისი სახე იყო უჩვეულოდ ფერმკრთალი. და როდესაც ის საუბრობდა, ის ხშირად ჩერდებოდა და აბნეული ჩანდა, თითქოს ის ივიწყებდა, რას სურდა ეთქვა. პირადმა ექიმმა, რომელიც იმყოფებოდა იმ შეხვედრაზე, შემდეგ გაამჟღავნა, რომ შარტავას ჯანმრთელობა იმ ბოლო დღეებში კატასტროფულად გაუარესდა. მას ჰქონდა მუდმივი თავის ტკივილი, რომელიც არ ქრებოდა არანაირი მედიკამენტებით. მას ჰქონდა პრობლემები ხედვასთან, ის ხშირად ჩივოდა, რომ ხედავდა ორმაგ გამოსახულებებს. მას ჰქონდა პრობლემები წონასწორობასთან, ის ხშირად კარგავდა წონასწორობას და უჭირდა სიარული. ექიმმა ეჭვობდა, რომ ეს იყო შედეგი ქრონიკული სტრესისა, ძილის ნაკლებობისა და, შესაძლოა, იმ ნივთიერებისა, რომელსაც გოგაამატებდა წყალში. მაგრამ ექიმს არ ჰქონდა საშუალება გამოეკვლია შარტავა სათანადოდ, რადგან შენობაში აღარ იყო ელექტროენერგია და აღარ იყო საჭირო აღჭურვილობა. ჟიული იყო ადამიანი, რომელიც წყვეტდა მილიონების ბედს, მაგრამ იმ ბოლო დღეებში ის კანკალებდა, როდესაც ცდილობდა ადგომას სკამიდან, იხსენებს ექიმი, რომლის სახელი დღემდე დაფარულია უსაფრთხოების მიზეზების გამო. ის იყო სიმბოლო ძალაუფლებისა, მაგრამ მისი სხეული ინგრეოდა. და ეს იყო ყველაზე საშინელი, ხედავდი, როგორ ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა მთელ რეგიონს, ვერ აკონტროლებდა საკუთარ სხეულს. ეს იყო მეტაფორა იმისა, რაც ხდებოდა მთელ საქართველოში, ძალაუფლება იშლებოდა და არავინ შეეძლო შეეჩერებინა ეს. მაგრამ რა იყო ის ბოლო გეგმა, რომელზეც შარტავა საუბრობდა? გიორგი ჩანტურია ამბობს, რომ შარტავამ უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა კონტაქტი მოწინააღმდეგის ძალების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, ადამიანთან, რომელიც, სავარაუდოდ, შეეძლო მოელაპარაკებინა ზავის შეწყვეტა და უსაფრთხო გასვლა მათთვის, ვინც იმყოფებოდა შენობაში. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო, რომ ვიღაც წასულიყო მოლაპარაკებისთვის, ვიღაც, ვისაც ენდობოდა მოწინააღმდეგე და ვინც შეეძლო დაერწმუნებინა ისინი, რომ ქართული მხარე მზად იყო კაპიტულაციისთვის. შარტავამ ჰკითხა, ვინ იყო მზად წასულიყო ამ მისიაზე. სიჩუმე დამყარდა ოთახში. არავინ საუბრობდა. ყველა იცოდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობის მისია, ვინც წავიდოდა, სავარაუდოდ არასოდეს დაბრუნდებოდა. მაგრამ ასევე ყველამ იცოდა, რომ თუ არავინ წავიდოდა, მაშინ ისინი ყველანი დაიღუპებოდნენ იმ შენობაში. საბოლოოდ ერთ-ერთმა სამხედრო მრჩეველმა, სახელად ნუგზარმა, თქვა, რომ ის წავიდოდა. მას მოჰყვა კიდევ 2 ადამიანი, 1 დაცვის თანამშრომელი და 1 კავშირგაბმულობის სპეციალისტი. შარტავამ მადლობა გადაუხადა მათ და უთხრა, რომ ისინი იყვნენ ბოლო იმედი მათთვის, ვინც რჩებოდა შენობაში. ნუგზარი და მისი 2 თანამოსაუბრე დატოვეს შენობა სექტემბრის 27-ის დილამდე დაახლოებით 3 საათით ადრე. ისინი წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც იყო მოწინააღმდეგის ძალების პოზიციები.
ისინი არასოდეს დაბრუნდნენ. მათი ბედი დღემდე უცნობია. ზოგიერთი მოწმე ამბობს, რომ ისინი დაიჭირეს და ჩაიყვანეს უცნობ ადგილას. სხვები ამბობენ, რომ მათი ისტორია სხვაგვარად დასრულდა იმავე დღეს. მაგრამ რაც ცნობილია, ის არის ის, რომ მათი მისია ჩაიშალა, არანაირი მოლაპარაკება არ მოხდა, არანაირი ზავის შეწყვეტა არ იყო და მოწინააღმდეგის ძალებმა განაგრძეს შენობის შემოსაზღვრა. რატომ ჩაიშალა ეს მისია? იყო ეს იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე არ იყო დაინტერესებული მოლაპარაკებით? თუ იქნებ იმიტომ, რომ ნუგზარმა და მისმა თანამოსაუბრეებმა ვერ მიაღწიეს იმ ადამიანს, რომელთანაც უნდა ესაუბრათ? ან იქნებ იმიტომ, რომ მთელი ეს გეგმა იყო უბრალოდ ილუზია, რომელიც შარტავამ შექმნა, რომ მიეცა იმედი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რჩებოდნენ შენობაში. ჩვენ არასოდეს გავიგებთ ჭეშმარიტ პასუხს, მაგრამ რაც ცნობილია, ის არის ის, რომ იმ მისიის ჩაშლის შემდეგ შარტავას ქცევა კიდევ უფრო შეიცვალა. ის გახდა უფრო მოუსვენარი, უფრო პარანოიდული და უფრო დარწმუნებული, რომ ყველა, ვინც იმყოფებოდა შენობაში, ცდილობდა მის ღალატს. როდესაც სოხუმის მთავრობის სახლი საბოლოოდ დაეცა სექტემბრის 27-ს დილას, მოწინააღმდეგის ძალებმა იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო, საიდუმლო არქივი, რომელიც ინახებოდა შენობის სარდაფში, ბეტონის კედლების უკან, სპეციალურ ფარულ ოთახში, რომლის არსებობაც იცოდა მხოლოდ 5 ადამიანმა. ამ არქივში იყო დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს შესულა ოფიციალურ ჩანაწერებში, დოკუმენტები, რომლებიც ავლენდა საიდუმლოებებს, რომლებიც ქართულმა მთავრობამ მალავდა ხალხის განათლების განმავლობაში. იყო საქაღალდეები, რომლებზეც წერდა სრულიად საიდუმლო, განადგურებას ექვემდებარება, იყო ფოტოები, რომლებიც აჩვენებდა შეხვედრებს, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა, იყო ხელნაწერი ჩანაწერები, რომლებიც ავლენდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეცვალა ათასობით ადამიანის ბედს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ამ დოკუმენტების უმეტესობა იყო დათარიღებული სექტემბრის 25-დან 27-მდე, ის ბოლო 2 დღე, როდესაც შენობა უკვე გარშემორტყმული იყო და როდესაც ყველა მიცოდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა. რატომ ინახებოდა ეს დოკუმენტები? რატომ არ განადგურდა ისინი, როდესაც ცხადი იყო, რომ შენობა დაეცემოდა? და რაზე მეტყველებდა ეს დოკუმენტები, რა საიდუმლოებები ავლენდა ისინი იმ ბოლო დღეების შესახებ, როდესაც ჩიული შარტავა და მისი უახლოესი თანამშრომლები იცოდნენ, რომ მათი დრო იწურებოდა? გიორგი ჭანტურია, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ იმ საიდუმლო არქივის არსებობის შესახებ, ამბობს, რომ შარტავამ უბრძანა მას სექტემბრის 26-ს საღამოს, რომ განეადგურებინა ყველა დოკუმენტი იმ არქივიდან. ის მითხრა, რომ ეს დოკუმენტები იყო ძალიან საშიში და რომ თუ ისინი ჩავარდებოდნენ მოწინააღმდეგის ხელში, მაშინ ისინი გამოიყენებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ იხსენებს გიორგი. მაგრამ როდესაც მე ჩავედი იმ სარდაფში და დავიწყე იმ დოკუმენტების წაკითხვა, მე მივხვდი, რატომ სურდა შარტავას მათი განადგურება. ეს დოკუმენტები ავლენდა საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო ჩამოეშალა არა მხოლოდ შარტავას რეპუტაცია, არამედ მთელი ქართული მთავრობის რეპუტაცია. რა იყო იმ დოკუმენტებში? გიორგი ჭანტურია არ იძლევა დეტალებს, ის ამბობს, რომ ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს დაფარული სამუდამოდ. მაგრამ ის ამბობს, რომ იმ დოკუმენტებში იყო ინფორმაცია სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, რომელიც მალული იყო საზოგადოებისგან, იყო ინფორმაცია საიდუმლო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც გაფორმდა უცხო ძალებთან. იყო ინფორმაცია ფინანსური ოპერაციების შესახებ, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა და იყო ინფორმაცია გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მიიღეს იმ ბოლო დღეებში, გადაწყვეტილებები, რომლებიც თუ გამჟღავნდებოდა, შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით იმ მოვლენების შესახებ. მე ვიცოდი, რომ უნდა განმედგურებინა ეს დოკუმენტები, ამბობს გიორგი და მისი ხმა სავსეა მწარე ნანობით. მაგრამ რაღაც მაჩერებდა. რადგან მე ვფიქრობდი, თუ ეს დოკუმენტები განადგურდება, მაშინ ჭეშმარიტება არასოდეს გამჟღავნდება. და თუ ჭეშმარიტება არასოდეს გამჟღავნდება, მაშინ ყველა ის ადამიანები, რომლებიც მოკდნენ იმ დღეებში, მოკდნენ უაზროდ. მე მინდოდა, რომ მსოფლიო მიცოდა, რა მართლა მოხდა იქ. მაგრამ ამავე დროს მე ვიცოდი, რომ თუ ეს დოკუმენტები გამჟღავნდებოდა, მაშინ ბევრი ადამიანი დაზარალდებოდა, არა მხოლოდ ისინი, ვინც იმყოფებოდა იმ შენობაში, არამედ მათი ოჯახები, მათი შვილები, მათი მომავალი თაობები. გიორგიმ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ განადგურებულიყო ყველა დოკუმენტი. ის განადგურა ზოგიერთი მათგანი, ის დოკუმენტები, რომლებიც მისი აზრით იყო ყველაზე საშიში და რომლებიც შეეძლო გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ის დატოვა ზოგიერთი დოკუმენტი, ის დოკუმენტები, რომლებიც მისი აზრით იყო მნიშვნელოვანი ისტორიისთვის და რომლებიც უნდა შენარჩუნებულიყო მომავალი თაობებისთვის. ის დამალა ეს დოკუმენტები იმ სარდაფში, იმედოვნებდა, რომ ვიღაც მათ იპოვიდა და გამოიყენებდა მათ, რომ გამჟღავნებულიყო ჭეშმარიტება.
მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგის ძალებმა იპოვეს ეს დოკუმენტები, ისინი არ გამოიყენეს მათ საქართველოს წინააღმდეგ. ისინი უბრალოდ წაიღეს მათ და გაქრნენ. დღემდე არავინ იცის, სად არის ეს დოკუმენტები. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ინახება რუსეთის საიდუმლო არქივებში, სხვები ამბობენ, რომ ისინი განადგურდა, მესამენი ამბობენ, რომ ისინი ინახება კერძო კოლექციაში, სადაც ელოდებიან სწორ მომენტს, რომ გამჟღავნდნენ. მაგრამ რაც ცნობილია, ის არის ის, რომ ეს დოკუმენტები შეიცავდა საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით იმ მოვლენების შესახებ, საიდუმლოებები, რომლებიც დღემდე დაფარულია და რომლებიც, შესაძლოა, არასოდეს გამჟღავნდება. რა იყო იმ დოკუმენტებში, რაც ამდენად საშიში იყო? რა ჭეშმარიტება მალავდა ჟიული შარტავა იმ ბოლო დღეებში? და რატომ, როდესაც მას ჰქონდა შესაძლებლობა განადგურებულიყო ყველა მტკიცებულება, ის არ გააკეთა ეს, რატომ დატოვა ის ეს დოკუმენტები იმ სარდაფში, იცოდა რომ ისინი ჩავარდებოდნენ მოწინააღმდეგის ხელში? სექტემბრის 27-ს დილამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, როდესაც მთავრობის სახლი უკვე სრულად გარშემორტყმული იყო და როდესაც ყველამ იცოდა, რომ მოწინააღმდეგის ძალები ნებისმიერ წუთში შეიჭრებოდნენ, მოხდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. შენობაში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც არ იყო არც ქართველი, არც აფხაზი, არც რუსი. ის შემოვიდა შენობაში იმ ფარული გვირაბიდან, რომლის არსებობაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. ის მივიდა პირდაპირ შარტავას ოფისში, გაიარა ყველა დაცვის თანამშრომელი, თითქოს მას ჰქონდა უფლება იქ ყოფნისა. ის დარჩა შარტავასთან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. არავინ იცის, რა ითქვა იმ საუბარში. მაგრამ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იდგნენ კარის გარეთ, იხსენებენ, რომ როდესაც ის უცნობი ადამიანი გამოვიდა, შარტავა იჯდა თავის მაგიდასთან, უძრავად, თითქოს ის იყო ქანდაკება და მისი სახე იყო თეთრი, თითქოს მან ნახა მოჩვენება. ვინ იყო ეს უცნობი ადამიანი? რატომ მოვიდა ის იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც შენობა უკვე გარშემორტყმული იყო და როდესაც ყველამ იცოდა, რომ დასასრული იყო წუთების საქმე? და რა უთხრა მან შარტავას, რამაც ისე შეცვალა მისი მდგომარეობა? გიორგი ჭანტურია, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ დაცვის თანამშრომლებიდან, რომლებიც იდგნენ კარის გარეთ, ამბობს, რომ ის ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ არავინ იცოდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩანდა, თითქოს ის არ ეკუთვნოდა იმ სამყაროს, იხსენებს გიორგი. ის იყო ჩაცმული შავ კოსტიუმში, მას ჰქონდა შავი ჩანთა და ის საუბრობდა ენაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვიცნობდით. ის არ იყო რუსული, არ იყო ინგლისური, არ იყო არც ერთი ენა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. ის იყო რაღაც სხვა. იმ შეხვედრის შემდეგ შარტავას ქცევა კიდევ უფრო შეიცვალა. ის გახდა უფრო მოუსვენარი, უფრო პარანოიდული და უფრო დარწმუნებული, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ის შეკრიბა ყველა, ვინც იმყოფებოდა შენობაში, ყველა 50 ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ და უთხრა მათ რაღაც, რაც არავის უთქვამს მანამდე. მან უთხრა მათ, რომ ის იცოდა, რომ ისინი ყველანი სავარაუდოდ დაიღუპებოდნენ იმ დღეს. მან უთხრა მათ, რომ ის იცოდა, რომ მათი მსხვერპლი, შესაძლოა, არ ჰქონოდა მნიშვნელობა, რომ ისტორია, შესაძლოა, დაივიწყებდა მათ, რომ მსოფლიო, შესაძლოა, არასოდეს გაიგებდა, რატომ დარჩნენ ისინი იქ. მაგრამ მან ასევე უთხრა მათ, რომ ის სჯეროდა, რომ ისინი აკეთებდნენ სწორ საქმეს, რომ ისინი აჩვენებდნენ მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. ეს იყო უცნაური მომენტი, იხსენებს გიორგი ჭანტურია. რადგან ჟიული, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი და დარწმუნებული, უეცრად ჩანდა დაქანცული და შეშინებული. ის საუბრობდა, თითქოს ის ამშვიდებდა არა ჩვენ, არამედ საკუთარ თავს. ის საუბრობდა, თითქოს ის ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ის, რაც ხდებოდა, ჰქონდა მნიშვნელობა. მაგრამ მისი ხმაში ისმოდა ეჭვი, რომელიც ამბობდა, რომ ის თვითონაც არ იყო დარწმუნებული, რომ ის, რაც ისინი აკეთებდნენ, იყო სწორი. იმ საუბრის შემდეგ შარტავა დაბრუნდა თავის ოფისში და დახურა კარი. ის დარჩა იქ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იდგნენ კარის გარეთ, ამბობენ, რომ ისინი ისმენდნენ უცნაურ ხმებს, რომლებიც ჰგავდა ტირილს, მაგრამ რომლებიც ასევე ჰგავდა რაღაც სხვას, რაღაც უფრო საშინელს. როდესაც შარტავა საბოლოოდ გამოვიდა თავისი ოფისიდან, მისი სახე იყო წითელი და ამობერილი, თითქოს ის ტიროდა. მაგრამ ის არაფერი უთხრა არავის იმის შესახებ, რა მოხდა იმ ოთახში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოწინააღმდეგის ძალებმა დაიწყა საბოლოო შეტევა. ისინი შეიჭრნენ შენობაში რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად. დაცვის თანამშრომლებმა სცადეს წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან ცოტა და ძალიან დაღლილი. ბრძოლა გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ყველაფერი დასრულდა. მოწინააღმდეგის ძალებმა დაიკავეს შენობა.
ისინი დაიჭირეს ყველა, ვინც იმყოფებოდა იქ, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა და ყველა სხვა, ვინც დარჩა იმ ბოლო საათებში. რა მოხდა მათ შემდეგ? ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ მათი ისტორია დასრულდა იმავე დღეს, სექტემბრის 27-ს. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიები, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი გადარჩა, რომ ზოგიერთი მათგანი გაიქცა, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია და ინახავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით იმ მოვლენების შესახებ. მაგრამ ეს ვერსიები არასოდეს დადასტურებულა. და ჭეშმარიტება, შესაძლოა, არასოდეს გამჟღავნდება. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, ის 50 ადამიანი, რომლებიც დარჩნენ იმ შენობაში იმ ბოლო საათებში, გააკეთეს არჩევანი, რომელიც შეცვალა საქართველოს ისტორია. ისინი აჩვენეს მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. ისინი აჩვენეს, რომ არსებობს რაღაც უფრო ძლიერი ვიდრე სიცოცხლის ინსტინქტი, რაღაც, რაც ჩვენ ვუწოდებთ ერთგულებას, ღირსებას, გმირობას. მაგრამ იყო თუ არა ეს მართლაც გმირობა? თუ იქნებ ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო რთული რაღაც, რაც ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ, რადგან ჩვენ არ ვიყავით იქ იმ ბოლო საათებში, როდესაც არჩევანი იყო არა გმირობასა და სიმხდალეს შორის, არამედ სიკვდილსა და სიკვდილს შორის. პირველად 25 წელიწადში ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ჟიული შარტავას პირად უსაფრთხოებაზე იმ ბოლო საათებში, თანახმა გახდა კამერების წინაშე ესაუბრა. მისი სახელია თენგიზ ბერიძე და 1993 წელს მას 32 წელი ჰქონდა. იგი იყო ერთ-ერთი იმ ბოლო 5 ადამიანიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ შარტავასთან ერთად, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შეიჭრნენ მთავრობის სახლში. დღეს, როდესაც ის საუბრობს, მისი ხელები კვლავ კანკალებს, არა შიშისგან, არამედ იმ მოგონებებისგან, რომლებიც მას არასოდეს დაუტოვებია და რომლებიც, მისი თქმით, ახანტებს მას ყოველ ღამე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული, ამბობს ის, და მისი თვალები ივსება ცრემლებით. მაგრამ რაც ჩვენ არ ვიცოდით, ის იყო ის, თუ როგორ მოხდებოდა ეს დასასრული. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ მოუკვდებოდით ბრძოლაში, იარაღი ხელში. მაგრამ რაც მოხდა იყო რაღაც სრულიად განსხვავებული, რაღაც, რაც ჩვენ არასოდეს წარმოგვედგინა და რაც, შესაძლოა, უარესი იყო თავად სიკვდილზე. თენგიზ ბერიძე გვიყვება, რომ სექტემბრის 27-ს დილას, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები დაიწყეს საბოლოო შეტევა, შარტავამ შეკრიბა ბოლო 5 დაცვის თანამშრომელი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ მის გვერდით. მან უთხრა მათ რაღაც, რაც არავის უთქვამს მანამდე, მან უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა ბოლო გეგმა, რომელიც, შესაძლოა, შეეძლო გადაერჩინა მათ ყველას, მაგრამ რომელიც მოითხოვდა, რომ ისინი გაეკეთებინათ რაღაც, რაც წინააღმდეგობდა ყველა მათ ინსტინქტს და ყველა მათ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა იყო სწორი და რა იყო არასწორი. ის გითხრა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა იარაღი და დაგვებარებინა, იხსენებს თენგიზი და მისი ხმა კანკალებს. ის გითხრა, რომ თუ ჩვენ ვიბრძოდით, მაშინ ჩვენ ყველანი მოუკვდებოდით და რომ ჩვენი სიკვდილი არ ჰქონდა მნიშვნელობას. მაგრამ თუ ჩვენ დავებარებოდით, მაშინ, შესაძლოა, ჩვენ გადავრჩებოდით და შეგვეძლებოდა მსოფლიოს ეთქვა, რა მართლა მოხდა იქ. ეს იყო უცნაური მომენტი, რადგან შარტავა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობდა, რომ ისინი არასოდეს უნდა დაებარებინათ, უეცრად გვეუბნებოდა, რომ დამორჩილება იყო ჩვენი ერთადერთი შანსი. მაგრამ რაღაც არ იყო სწორი მის ხმაში. ის საუბრობდა ძალიან ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა უჭირდა. მისი ხელები კანკალებდა უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. მისი სახე იყო უჩვეულოდ ფერმკრთალი, თითქოს მთელი სისხლი გადინებული იყო მისი სხეულიდან. და როდესაც ის საუბრობდა, ის ხშირად ჩერდებოდა და უყურებდა ფანჯარას, თითქოს ის ხედავდა რაღაცას, რაც ჩვენ ვერ ვხედავდით, რაღაც, რაც მოდიოდა მისკენ, რაღაც გარდაუვალს და საშინელს. თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ იმ მომენტში, როდესაც შარტავა საუბრობდა დამორჩილების შესახებ, მან პირველად შეიგრძნო, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეცვლილი იყო. ეს აღარ იყო ის ჟიული, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, ამბობს ის. ეს იყო ადამიანი, რომელიც დამარცხებული იყო, არა მხოლოდ სამხედროდ, არამედ სულიერად. ეს იყო ადამიანი, რომელიც დაკარგა რწმენა იმაში, რისთვისაც ის იბრძოდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც ის აკეთებდა, ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, იყო უაზრო. და ეს იყო ყველაზე საშინელი, ხედავდი, როგორ ადამიანი, რომელიც იყო სიმბოლო წინააღმდეგობისა, უეცრად ხდებოდა სიმბოლო დამარცხებისა. მაგრამ რატომ შეიცვალა შარტავას პოზიცია ასე მკვეთრად? რა მოხდა იმ ბოლო საათებში, რამაც აიძულა ის, ვინც ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი არასოდეს უნდა დაებარებინათ, უეცრად ეთქვა, რომ დამორჩილება იყო ერთადერთი გზა? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ მას აქვს თეორია, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რაც მან დაინახა და მოისმინა იმ ბოლო საათებში.
მე მგონია, რომ ის უცნობი ადამიანი, რომელიც მოვიდა შენობაში სექტემბრის 27-ს დილამდე 1 საათით ადრე, უთხრა შარტავას რაღაცას, რამაც შეცვალა ყველაფერი, ამბობს ის. მე მგონია, რომ ის ადამიანი უთხრა შარტავას, რომ თუ ის არ დაებარებოდა, მაშინ არა მხოლოდ ის მოკვდებოდა, არამედ ყველა, ვინც იმყოფებოდა იმ შენობაში. მე მგონია, რომ ის ადამიანი უთხრა შარტავას, რომ მას ჰქონდა არჩევანი, ან დაებარებინა და გადაერჩინა თავისი ადამიანები, ან ებრძოლა და ყველა დაეღუპა. და მე მგონია, რომ შარტავამ აირჩია პირველი ვარიანტი, რადგან ის არ შეეძლო ცხოვრება იმის ცოდნით, რომ მისი სიამაყის გამო მოკვდა 50 ადამიანი. მაგრამ ვინ იყო ის უცნობი ადამიანი? რატომ მოვიდა ის იმ კრიტიკულ მომენტში? და რა უთხრა მან შარტავას, რამაც ისე შეცვალა მისი გადაწყვეტილება? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ ის არასოდეს გაიგებს ჭეშმარიტ პასუხს, მაგრამ მას აქვს ეჭვი, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რაც მან დაინახა და მოისმინა. მე მგონია, რომ ის ადამიანი იყო ვიღაც, ვინც მუშაობდა უცხო სპეცსამსახურებისთვის, შესაძლოა რუსული, შესაძლოა დასავლური, შესაძლოა რაღაც სხვა, ამბობს ის. მე მგონია, რომ ის ადამიანი მოვიდა, რომ შესთავაზა შარტავას გარიგება, რომელიც შეეძლო გადაერჩინა მისი სიცოცხლე, მაგრამ რომელიც ასევე მოითხოვდა, რომ ის დაეტოვებინა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. და მე მგონია, რომ შარტავამ უარი თქვა იმ გარიგებაზე, მაგრამ მან მიიღო სხვა გარიგება, რომელიც შეეძლო გადაერჩინა მისი ადამიანების სიცოცხლე, თუნდაც ეს ნიშნავდა მისი საკუთარი ბედის დაბეჭდვას. როდესაც შარტავამ დაასრულა თავისი საუბარი იმ 5 დაცვის თანამშრომელთან, ისინი დატოვეს იარაღი და დაელოდნენ მოწინააღმდეგის ძალების შემოსვლას. ეს იყო უცნაური მომენტი, როდესაც ყველაფერი, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, ყველაფერი, რაში ისინი სჯეროდათ, უეცრად დაკარგა მნიშვნელობა. ისინი იდგნენ იქ უიარაღოდ, უსუსურნი, ელოდნენ თავიანთ ბედს, იცოდნენ, რომ ისინი სავარაუდოდ არასოდეს დაინახავდნენ თავიანთ ოჯახებს, არასოდეს დაბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში, არასოდეს გაიგებდნენ, იყო თუ არა მათი მსხვერპლი ღირებული. მაგრამ რა მოხდა მათ, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შემოვიდნენ? რა იყო ის ბოლო წუთები, ბოლო საათები, ბოლო დღეები იმ ადამიანების სიცოცხლეში, რომლებმაც აირჩიეს დარჩენა, როდესაც ყველა სხვა გაიქცა? და რა იყო ის ბოლო აზრები, ბოლო გრძნობები, ბოლო სიტყვები იმ ადამიანებისა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი დრო იწურებოდა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი, ყოველი საიდუმლო, ყოველი გეგმა, ყოველი შეთანხმება, ყოველი ღალატი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცოდით, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ღალატი ჩაიდინა, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გაყიდა ინფორმაცია მოწინააღმდეგისთვის, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გამოიწვია ყველაფერი, რაც მოხდა იმ საშინელ დღეებში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, გაამჟღავნოთ ეს ჭეშმარიტება და დააზიანოთ ათასობით ადამიანი, ან შეინარჩუნოთ ეს საიდუმლო და იცხოვროთ იმის ცოდნით, რომ ღალატი არასოდეს დაისჯება. რა აირჩევდით თქვენ? და რა აირჩიეს იმ ადამიანებმა, რომლებიც იცოდნენ ჭეშმარიტება იმ ბოლო დღეების შესახებ? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შემოვიდნენ მთავრობის სახლში, ისინი იცოდნენ ზუსტად, სად იყო ყველა, სად იყო შარტავა, სად იყო გაბესკირია, სად იყო ეშბა, სად იყო დაცვის თანამშრომლები, სად იყო ის ფარული გვირაბები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ გასაქცევად. ისინი იცოდნენ ყველაფერი. და ეს ნიშნავდა, რომ ვიღაცამ უთხრა მათ, ვიღაცამ, ვინც იმყოფებოდა იმ შენობაში, ვიღაცამ, ვინც იცოდა ყველა საიდუმლო, ვიღაცამ, ვისაც ენდობოდნენ. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ იყო ღალატი, ამბობს თენგიზი. მაგრამ რაც ჩვენ არ ვიცოდით, ის იყო ის, თუ ვინ იყო ის ღალატი. ჩვენ ვეჭვობდით ყველას. ჩვენ ვეჭვობდით ერთმანეთს. ჩვენ ვეჭვობდით თუნდაც საკუთარ თავს. რადგან როდესაც ყველაფერი იშლება, როდესაც ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას, შენ იწყებ ეჭვის შეტანას ყველაფერში, თუნდაც იმაში, რაც შენ ფიქრობდი, რომ იყო უტყუარი. მაგრამ ვინ იყო ის ღალატი? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ მას აქვს თეორია, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რაც მან დაინახა და მოისმინა იმ ბოლო საათებში. მე მგონია, რომ ის ღალატი არ იყო ერთი ადამიანი, ამბობს ის, და მისი ხმა სავსეა მწარე აღიარებით. მე მგონია, რომ ის იყო რამდენიმე ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ერთად, ადამიანები, რომლებიც ჰქონდათ თავიანთი მიზეზები, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა თვლიდნენ, რომ ისინი აკეთებდნენ სწორ საქმეს. მე მგონია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო გოგა, ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო წყლის მომარაგებაზე და რომელიც ცდილობდა მოეწამლა შარტავა. მე მგონია, რომ კიდევ ერთი მათგანი იყო ვიღაც უფრო მაღლა, ვიღაც, ვინც იმყოფებოდა შარტავას უახლოეს წრეში, ვიღაც, ვისაც ჰქონდა ცუდომა ყველა საიდუმლოზე, ვიღაც, ვინც შეეძლო გადაეცა ინფორმაცია მოწინააღმდეგისთვის მათ გაუმჟღავნებლად. ვინ იყო ეს ადამიანი?
თენგიზ ბერიძე არ იძლევა სახელს, ის ამბობს, რომ ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს დაფარული, რადგან მათი გამჟღავნება შეეძლო დააზიანოს ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მაგრამ ის ამბობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ჩაიდინა ბოლო ღალატი, არ იყო ბოროტი, ის იყო უბრალოდ შეშინებული. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი, რომელსაც ჰქონდა შვილები, რომელსაც სურდა გადარჩენა, ამბობს თენგიზი. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიიღო არჩევანი, რომელიც შესაძლოა ჩვენ ყველამ მივიღებდით იმავე სიტუაციაში, არჩევანი საკუთარი ოჯახის გადარჩენასა და უცხო ადამიანების გადარჩენას შორის. და ვინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არასწორი არჩევანი, მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა ეს ღალატი? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ მისი ისტორია დასრულდა არა იმ დღეს, როდესაც დაეცა მთავრობის სახლი, არამედ რამდენიმე კვირის შემდეგ დასრულდა ისე, რომ არავინ მოელოდა და რომ შესაძლოა იყო უფრო საშინელი თავად სიკვდილზე. ის ადამიანი გადარჩა, ამბობს თენგიზი. ის გადარჩა და დაბრუნდა თავის ოჯახთან. მაგრამ ის ვერ იცხოვრა იმის ცოდნით, რაც მან გააკეთა. ის ვერ იცხოვრა იმის ცოდნით, რომ მისი ღალატის გამო მოკვდა ათასობით ადამიანი. და ერთ დღეს, როდესაც მისი ოჯახი არ იყო სახლში, მისი გზა დასრულდა ისე, რომ დატოვა წერილი, სადაც წერდა, რომ ის ვერ შეეძლო აღარ ცხოვრება იმის ცოდნით, რაც მან გააკეთა. ეს იყო ბოლო ღალატი, არა ღალატი ქვეყნისა, არა ღალატი იდეალებისა, არამედ ღალატი საკუთარი სინდისისა. ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელმაც ცდილობდა გადაერჩინა საკუთარი ოჯახი, მიხვდა, რომ ზოგიერთი საქმე უარესია სიკვდილზე და ერთ-ერთი მათგანი არის ცხოვრება იმის ცოდნით, რომ შენი არჩევანის გამო დაიღუპა უდანაშაულო ადამიანები. ეს იყო მომენტი, როდესაც ღალატი გახდა არა პოლიტიკური აქტი, არამედ პირადი ტრაგედია, რომელიც აჩვენებს, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებულები, არსებობს მხოლოდ მსხვერპლნი. მაგრამ რა მოხდა იმ სხვა ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ იმ შენობაში იმ ბოლო საათებში? რა იყო მათი ბედი? და რა იყო ის ბოლო აზრები, ბოლო გრძნობები, ბოლო სიტყვები იმ ადამიანებისა, რომლებმაც აირჩიეს დარჩენა, როდესაც ყველა სხვა გაიქცა? სექტემბრის 27-ს დილას, როდესაც მოწინააღმდეგის ძალები საბოლოოდ შეიჭრნენ მთავრობის სახლში, ისინი იპოვეს რაღაცს, რაც არავინ მოელოდა. ისინი იპოვეს 50 ადამიანი, რომლებიც იდგნენ უიარაღოდ, მშვიდად ღირსეულად ელოდნენ თავიანთ ბედს. არ იყო ბრძოლა, არ იყო წინააღმდეგობა, არ იყო ცდა გაქცევისა. იყო მხოლოდ სიჩუმე, რომელიც იყო უფრო ხმამაღალი ყოველი გასროლისა, უფრო საშინელი ყოველი ყვირილისა, უფრო მძლავრი ყოველი იარაღისა. ეს იყო სიჩუმე, რომელიც ამბობდა, ჩვენ არ ვებრძვით, რადგან ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ დავრჩით ცოცხალნი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. თენგიზ ბერიძე, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 50 ადამიანიდან, იხსენებს, რომ როდესაც მოწინააღმდეგის ძალები შემოვიდნენ, ისინი ჩერდებოდნენ და უყურებდნენ, თითქოს ისინი ვერ სჯეროდათ იმას, რასაც ხედავდნენ. ისინი მოელოდნენ ბრძოლას, ამბობს თენგიზი. ისინი მოელოდნენ წინააღმდეგობას. ისინი მოელოდნენ, რომ ჩვენ ვიბრძოდით ბოლომდე. მაგრამ ჩვენ არ ვიბრძოდით. ჩვენ უბრალოდ ვიდექით იქ, მშვიდად ღირსეულად ვუყურებდით მათ თვალებში. და ეს, მე მგონია, იყო ყველაზე ძლიერი საქმე, რაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, აჩვენებდით მათ, რომ ჩვენ არ ვეშინოდით, რომ ჩვენ არ უნანობდით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი საქმე. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? თენგიზ ბერიძე ამბობს, რომ მოწინააღმდეგის ძალებმა დაიჭირეს ყველა, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა და ყველა სხვა, ვინც იმყოფებოდა იმ შენობაში. ისინი წაიყვანეს მათ უცნობ ადგილას. და იქიდან მათი გზები განშორდა, ზოგიერთი მათგანის ისტორია დასრულდა იმავე დღეს, სხვების ისტორია გაგრძელდა კიდევ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე. მაგრამ ყველა მათგანის ისტორია დასრულდა ერთნაირად, დასრულდა ისე, რომ დატოვა კითხვები, რომლებზეც არასოდეს გაიცემა პასუხები, დატოვა საიდუმლოებები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნდება, დატოვა ტკივილი, რომელიც არასოდეს განიკურნება. თენგიზ ბერიძე არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ადამიანებიდან, რომლებიც გადარჩნენ იმ დღეებს. ის არ საუბრობს იმაზე, როგორ გადარჩა, ის ამბობს, რომ ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს დაფარული, რადგან მათი გამჟღავნება შეეძლო დააზიანოს ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მაგრამ ის საუბრობს იმაზე, რაც მან იგრძნო იმ დღეებში, იგრძნო, როდესაც ის იცოდა, რომ მისი მეგობრები, მისი თანამშრომლები, მისი ხელმძღვანელები აღარ იყვნენ ცოცხალნი, როდესაც ის იცოდა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, დაკარგული იყო, როდესაც ის იცოდა, რომ მისი გადარჩენა იყო არა გამარჯვება, არამედ სასჯელი იმისთვის, რომ ის დარჩა ცოცხალი, როდესაც სხვები მოკვდნენ. მე ვცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად ყოველ დღე, ამბობს თენგიზი და მისი ხმა კანკალებს.
მე ვცხოვრობ იმის ცოდნით, რომ მე გადავრჩი, როდესაც ჩემი მეგობრები აღარ არიან. მე ვცხოვრობ იმის ცოდნით, რომ მე ვერ გავაკეთე საკმარისი, რომ გადამერჩინა ისინი. მე ვცხოვრობ იმის ცოდნით, რომ მათი მსხვერპლი შესაძლოა არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ისტორია შესაძლოა დაივიწყებს მათ, რომ მსოფლიო შესაძლოა არასოდეს გაიგებს, რატომ დარჩნენ ისინი იქ. მაგრამ მე ასევე ვცხოვრობ იმის ცოდნით, რომ ისინი გააკეთეს რაღაც, რაც არავინ სხვა შეეძლო გაიკეთებინა, ისინი აჩვენეს მსოფლიოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. და ეს, მე მგონია, არის რაღაც, რაც არასოდეს დაივიწყება. 30 წელზე მეტი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან, როდესაც სოხუმის მთავრობის სახლი დაეცა და როდესაც 50 ადამიანი, რომლებიც დარჩნენ იქ ბოლომდე, შეხვდნენ თავიანთ ბედს. 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ტკივილი კვლავ ახალია, ტკივილი იმ ოჯახებისა, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი საყვარელები, ტკივილი იმ ადამიანებისა, რომლებიც გადარჩნენ და ცხოვრობენ იმის ცოდნით, რომ მათი მეგობრები აღარ არიან, ტკივილი მთელი ერისა, რომელმაც დაკარგა ნაწილი თავისი ტერიტორიისა და ნაწილი თავისი სულისა. რა მოხდა იმ 50 ადამიანს, რომლებიც დარჩნენ იმ შენობაში იმ ბოლო საათებში? ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ მათი გზები დასრულდა სექტემბრის 27-ს ან მალე მას შემდეგ. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიები, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი გადარჩა, რომ ზოგიერთი მათგანი გაიქცა, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია და ინახავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით იმ მოვლენების შესახებ. მაგრამ ეს ვერსიები არასოდეს დადასტურებულა. და ჭეშმარიტება შესაძლოა არასოდეს გამჟღავნდება. რაც ცნობილია ის არის ის, რომ საქართველო დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა არა მხოლოდ ტერიტორია, არამედ ნაწილი თავისი ისტორიისა, ნაწილი თავისი კულტურისა, ნაწილი თავისი სულისა. რაც ცნობილია ის არის ის, რომ ათასობით ადამიანი დაიღუპა იმ ომში, დაიღუპა არა მხოლოდ სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები, ბავშვები, მოხუცები. რაც ცნობილია ის არის ის, რომ ასობით ათასი ადამიანი გახდა ლტოლვილი, გახდა ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სახლები, თავიანთი მიწა, თავიანთი მომავალი. მაგრამ რაც ასევე ცნობილია ის არის ის, რომ იმ 50 ადამიანმა, რომლებიც დარჩნენ სოხუმის მთავრობის სახლში იმ ბოლო საათებში, აჩვენეს რაღაც, რაც არასოდეს დაივიწყება, ისინი აჩვენეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გაიქცევიან, თუნდაც ეს ნიშნავდეს სიკვდილს. ისინი აჩვენეს, რომ არსებობს რაღაც უფრო ძლიერი ვიდრე სიცოცხლის ინსტინქტი, რაღაც, რაც ჩვენ ვუწოდებთ ერთგულებას, ღირსებას, გმირობას. ისინი აჩვენეს, რომ არსებობს რაღაც, რისთვისაც ღირს სიკვდილი, და ეს რაღაც არის არა ტერიტორია, არა ძალაუფლება, არა იდეოლოგია, არამედ რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო პირადი, რაღაც, რაც ჩვენ ვუწოდებთ ღირსებას. მაგრამ იყო თუ არა ეს მართლაც გმირობა? თუ იქნებ ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო რთული რაღაც, რაც ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ, რადგან ჩვენ არ ვიყავით იქ იმ ბოლო საათებში, როდესაც არჩევანი იყო არა გმირობასა და სიმხდალეს შორის, არამედ სიკვდილსა და სიკვდილს შორის. იყო თუ არა ეს სიბრძნე თუ სისულელე? იყო თუ არა ეს ერთგულება თუ ფანატიზმი? იყო თუ არა ეს მსხვერპლი, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელობა, თუ მსხვერპლი, რომელიც იყო უაზრო? ჩვენ არასოდეს გავიგებთ ჭეშმარიტ პასუხს. რადგან ჭეშმარიტება არის ის, რომ ისტორია არ არის შავი და თეთრი. ისტორია არის ნაცრისფერი, სადაც არ არსებობს მკაფიო გამარჯვებულები და დამარცხებულები, სადაც არ არსებობს მკაფიო გმირები და ბოროტმოქმედები, სადაც არ არსებობს მკაფიო სწორი და არასწორი. ისტორია არის ნაცრისფერი, სადაც ყველა ადამიანი აკეთებს არჩევანს, რომელიც მათი აზრით არის სწორი, მაგრამ რომელიც შესაძლოა არის არასწორი. ისტორია არის ნაცრისფერი, სადაც ყველა ადამიანი ცდილობს გააკეთოს საუკეთესო, მაგრამ სადაც საუკეთესო ხშირად არ არის საკმარისი. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ იმ საშინელი დღეებიდან, გაკვეთილი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, რომ ჩვენ ყველანი ვაკეთებთ შეცდომებს, რომ ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავაკეთოთ საუკეთესო, მაგრამ რომ ჩვენი საუკეთესო ხშირად არ არის საკმარისი. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატიება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაგება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაგრძნობა. რადგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვისწავლით ამას, ჩვენ შევძლებთ წინსვლას არა მხოლოდ როგორც ერი, არამედ როგორც ადამიანები. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ჟიული შარტავა და ის 50 გმირი, რომლებმაც დარჩნენ მასთან ერთად ბოლომდე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.